საღამო მშვიდობისა ეთერშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი გოდიშვილისგან და მიმოგვარესემის სამყარო ვასი გოდიშვილი გახლავართ. როგორც იქნა საქართველოში პატრულის შრომა დაფასდა. ეს პროფესია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვიდეოებს პატრულის მონაწილეობით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აშიარებს. აი მაგალითად ავიღოთ ვიდეო სახელწოდებით პატრულმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო მოქალაქე ეკა ხუშიტაშვილი გააჩერა. რაც ამის შემდეგ მოხდა, შოკში ჩაგაგდებთ. ეკიზე ტელეფონზე საუბრობთ თავ. ეკიზე ის რატო არ საუბრობთ ქალბატონო ეკა? გოგა, იმ ტიპმა გადმოსცა ვიღაც სხვა მორიგებს, რომ თურმე ეკა ტელეფონზე ლაპარაკობდა და სხვა დირექტორსაც ჩემი მაგითა და სანამ არ დავურეკა ვიღაც და დედას არ არ დაიგერა. მოიცა კაცო, რა არის ეს გამარკვიეთ რა? რა უბედურებაა ეს კაცო? რა სიტყვა პასუხია ვერ გავიგე. ასე უნდა ლაპარაკობდეს ახალგაზრდა ისე პატრული კაცო. ვერ გაიგო ამ პატრულმა რომ დიდთან დიდის ენაზე უნდა ილაპარაკოს, პატარასთან პატარის ენაზე და იმასთან იმის ენაზე, ხო? მაგალითად ამ შემთხვევაში აი ასე. ხო და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ის ერთწუთით უგაცრავად ვიღაცა მირეკავს. დიახ? ვინ ზანდებით? ქალბატონო ეკა თქვენ ხართ? მოდი ვნახოთ ვიდეო. ვინ გაჩიტა ვიდეო? მიվել ვნახე ვიდეო, რაც ჰქონია ვიდეო. და თან იზახდა ეს რა, ბევრს გაჩვენებ კიდეო. მოკლედ, სულ მაინტერესებდა, ვინ გატეხა ჩვენთვის ამ ხელისუფლებისგან ჩაბნელებული ღამეები და ვინ გვაჩვენა თუ როგორ დაძრწის თბილისის ქუჩებში აჩრდილი აპოკალიფსის. ნაციონალური მოძრაობა სკანდალურ ვიდეო მასალას ავრცელებს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს ვიდეო მათ თავად მოიპოვეს. სახეზე არის სახელმწიფო ინსტიტუტების გრევა, კერძოდ ამ შემთხვევაში საუბარი არის პოლიციაზე. ხო, მართლა აპოკალიფსია მოახლოებული კი? იმ ძველ წინასწარმეტყველებაშიც ხომ ასე წერია? აპოკალიფსის წინ ბატონ ვახტანგ გორგასლის ქალაქში გამოჩნდება ჯიპზე ამხედრებული ბრტყელტუჩ, რომელიც ბატონი ერეკლე მეორის სახელს ახსენებს. აი სადამდე მივედით. აი რა უქნეს პოლიციას. ადრე ქუჩაში ხალხს ხოცავდა და ხმას ვერავინ სცემდა. დღეს კიდევ ვიღაცა პოლიციის მაღალ ჩინოსანს ეხლა ვერავინ ისა დაუმეგობრებია შიში. მერე იმან რომ მისი ხელქვეითების ახლობლებთან არ სცადოს დამეგობრება. თქვენ შემოგევლეთ მე თქვენ ჩემი ნამაღლარის ნანაცლებო კაცო. ყოველთვის ხალხზე რომ იყავით გადაფარები. მაგრამ ცუდად გიგებდნენ კაცო, ცუდად. განსაკუთრებით მაშინ ახლოს თუ მოვიდოდნენ გასარკვევად. ამა ეხლა მართლა გადაფარებულები არიან თუ სხვა რამე ხდებაო. რა ვიცოდით მაშინ ეხლა იმ დუბინკაში რაოდენი სიყვარული იყო. მიდით ნაცებო, მიდით გამოაქვეყნეთ ახალ-ახალი ვიდეოები. მოიპოვეთ ხალხის სიყვარული და ლაიქები. წვინკ. ხო, მაგრამ ერთი პრობლემა. რამდენი ვიდეოც არ უნდა დადოთ ამ ხელისუფლებას რომ თქვენი მამხილებელი ფილმოთეკა აქვს. იმას მაინც ვერ აჯობებთ. მართველი პარტია ძალების მოკრებას ცდილობს, მაგრამ მიმოიხედეს რა პარტიის წევრებს შორის მიხვდნენ რომ ტყუილად ეძებდნენ ცოცხალს მკვდრეებში და დაასკვნეს რომ პარტიას გაძლიერება სჭირდება. რეორგანიზაცია მართულ გუნდში კოალიცია ქართული ოცნების ახლად დანიშნული აღმასრულებელი მდივანი პარტიის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. აუცილებელია ჩამოყალიბდეს პარტიის ხედვა, პარტიის სტრატეგია და ამის საფუძველზე სამოქმედო გეგმა. საჭიროა როგორც ცენტრალური რგოლის გაძლიერება, ისევე რეგიონული რგოლების გაძლიერება. აი როგორი გაძლიერებული და ჯანღონეთ ახსავსე ახალგაზრდა გემდივანი ყავთ კაცო. გაძლიერების პროცესები დაიწყო ხალხო. ჯაჭვლიანი ტრენაჟორებზე უკვე მივიდა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სუმოისტებთან. ზვიადაურს ჩანაცვლებენ უფრო მძიმე წონოსანი მოჭიდავეები და მერე ნახეთ თქვენ თვით კაკო ბობოხიძეც კი ვერაფერს დააკლებს ჩვენს ქართულ ოცნებას. თავის მხრივ პრემიეროვიშიც მოძლიერდება და უფრო ამაყად დაიჭერს თავს. ხო. და მთელი მადლიერი ერი ერთად ავიხდეთ ახლა უკვე გაძლიერებულ ქართულ ოცნებას. ჩვენი ქართული ოცნება ხომ გაძლიერებული ქართული ოცნება. ეკა უშიტაშვილს აჩერებს პატრული და ეკა ეუბნება. ერთწუთით. კაი, არაფერი. ირაკლი კობახიძე ამბობს, პარტიას გაძლიერება სჭირდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმასრულებელ მდივნად მე დამნიშნესო. აი ხომ ამბობდნენ კომპიუტერი ან ინგლისური თუ არის ის სამსახურს ვერ დაიწყებ. ხო და ტყუილი ყოფილა ეგ, დიახ. საერთოდ არის ის ეკაბესელია კომპიუტერი, მაგრამ აბატონო ხა თქვენ თვითონ ნახეთ.
დეპუტატი ეკა ბესელი ევროსაბჭოში ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ყოჩახ, კაცო, ყოჩახ. ხუმრობას საქმე კი ნუ გონიათ ეხლა თქვენ ევროსაბჭოში, ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა. მთავარი ახლა ვინმე იქაურმა არ კითხოს, სად დაინიშნეო, თორემ სანამ ეკა იმას იტყვის ინგლისურად ევროსაბჭოში, ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედო. კი გავა კაცო, რამდენიმე წელი და სხვა იქნება უკვე მაგ თანამდებობაზე დანიშნული. ერთ წუთით. ალო? ალო, ხო დათო, ხო, გიცანი კი. რა ბორტის ნომერი გაც? არა, დათო, სხვა ეკაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ხო, კაი. მოკლედ, გამეხარდა ეკა შენი ეს წარმატება და ისე ხა, რამე ვაკანსია თუ გამოჩნდება, მან არ გამომაპარო გეხვეწები. აი, ევროსაბჭოში, ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქვემოადგილის, უშუალო კურატორის მესამე მდივნის, მაგალითად. მაგრამ მანამდე ხა წარმატებას გისურვებ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. წარმატებები, ანუ God Lutsk. გილოცავთ, საქართველომ კიდევ ერთ რეიტინგში გადაიწია წინ, ერთ სულ მოსახლეზე სპეციალური კომიტეტების რაოდენობით. ექსპორტის სახალისების სპეციალური კომიტეტი იხსნება, ხალხო. გაიგეთ? გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განიხილეს საქართველოს გარშემო არსებული ეკონომიკური სიტუაციის გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ვაფასებთ ამ გავლენას თუ რამდენად მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. ასევე დავსახეთ მომავლის კარგი ნაბიჯები. ექსპორტის სახალისების მიმართულებით სპეციალურ ინსტიტუტს ვქმნით. დედა, მოგეცალ ხენა, გასო ეს რა საოცარი აღმოჩენა გაუკეთებია ეკონომიკის მინისტრს. ჩვენს გარშემო არსებულ ეკონომიკას ჩვენზე გქონია გავლენა თურმე, გასო ხედავთ, გასო. არა, წარმოუდგენელია პირდაპირ. ნეტა როგორ მიხვდა, ჰა? არა, ისე ხედავთ რას ნიშნავს ჭკვიანი ეკონომისტი ხო? აქამდე როგორ ვერავინ ვერ ხვდებოდა მაგას. რა ვსერგო? როგორ ვერ ხვდებოდნენ და ეკონომიკის სახელმძღვანელოებში წერია ეგო. მით უმეტეს, კაცო, გენიოსი ყოფილა ჩვენი მინისტრი. სახელმძღვანელოებში ჩაუხედება თუ მიხვდა მაგ ყველაფერს. ახლა მთავარია კარგად წაახალისონ და ყოველ მეასე ექსპორტიორს ბიზნესში მოუყვეს ანეკდოტს, ხო? და ისა, რაც მთავარია სასწრაფოდ აწარმოეთ მოლაპარაკებები, სასწრაფოდ უკრაინასთან. ხო, ყველაზე მოთხოვნადი ქართული პროდუქცია ნაცები, რომ ბარემ ბოლომდე გაუშვათ ექსპორტს. ცვრიან კიბეებზე თუ კამერის წინ არ ჩაიარე, რა მერია? განაცხადა მერის თანამშრომლების ნახევარმა, ჰალსტუხების შეიба და მიწისქვეშა გადასასვლელების კიბეების მორეცხვის პროცესის სანახავად წავიდა. თბილისში მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო დღეს დავით ნარმანია. მოკლედ, კაცო, იმდენი საქმე აქვს მერიაში, რომ აღარ იციან დრო როგორ გაიყვანო. რა ვიცი, ახლა აი ამ სურათით თუ ვიმჟელებთ, 2 დამლაგებელი ჩანს და მერის 1, 2, 3, 4 და 10 და 11 თანამშრომელი საერთოდ. ალბათ ახლა ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა ნარმანიას არსად, თორემ სხვებსაც ენდობებოდა წამოსვლა. არა, ახლა პრინციპში რა ქნან მაგათაც? აი რა ქნან? რაც ყველაზე უკეთესად გამოსდის, იმას აკეთებენ, ხო? დგანან და უყურებენ. რაც თავარი ახლა მივიდნენ და კამერასთან გამოჩნდნენ. ახლა ჩვენ სუფთა კი მეგვექნება, იმათ კიდევ სუფთა სინდისი. ერთ წუთით, უკაცრავად. გისმენთ? ხო ეკა? ხელფასამდე 40 ლარი? არა, მართლა არ მაქვს, შენ თავს გეფიცები, ხო, თორე ხა 40 ლარის დედასარში. იმდენი 40 ლარი მაგ გასაცხებული. ხო, კაი. უკაცრავად, ხო და მოკლედ ეხლა პიარი რომ სოდნო და მერიაში ვინმეს ეხლა ყურების ნაცვლად თვითონაც მორეცხავდნენ იმგებეს, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჯიპი მიწისქვეშა გადასასვლელში ვერ ჩადის და ეხლა ფექტით როგორ ჩასულიყვნენ. და იგებს რომ არა ეხლა იმისთვის კი არ ავიდა ეხლა კარიერულ კიბეზე ეს ხალხი რომ იმ კიბეზე უკან ჩამოვიდეს და თან საფეხურები რეცხოს. აღშფოთებული ნარმანია ცალფეხზეც მუკავს. რა არის კაცო, როგორ ყარს ეს მიწისქვეშა გადასასვლელები? მოსახლად ვერ ჩასულტარ ადამიანიო. ეკა ბესელიას ეკითხებიან, პირველად რასიზამ ევროსაბჭოს ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ რომ დაგნიშნესო და ბესელია კიდევ პასუხობს, აი მაგას დავიმახსოვრებო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები იოსე გოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.